7 პლანეტის წარმომადგენლების გზავნილი 13 დეკემბერი 2015 წელი. იცხოვრეთ ჰარმონიაში. მოგესალმებით ჩვენ უძვირფას დედამიწელებო. ჩვენ ძალიან ხშირად დავიწყეთ თქვენთან მოსვლა და გვერწმუნდეთ ამას აქვს მიზეზი. ჩვენ ვხედავთ თუ რა ხდება თქვენს თავს, რომელთა ვიბრაციები დედამიწის ვიბრაციებთან ერთად იზრდება. თქვენ გიწევთ ენერგეტიკულ დონეზე დიდი გადატვირთვების გაძლება და ბუნებრივია რომ ეს თქვენს ფიზიკურ შეგრძნებებზეც აისახება. მოცემულ შემთხვევაში არც ეს ექიმს არ შეუძლია განსაზღვროს თქვენი დისკომფორტის მიზეზი და შესაბამისად ვერც განკურნავთ. სწორედ ამიტომაც ჩვენ გსურს მოგცეთ პრაქტიკული რეკომენდაციები მთელი გარდამავალი პერიოდისათვის, სანამ დედამიწა მეხუთე განზომილებაში შედის. რა დაგეხმარებათ გადატვირთვების თავიდან აცილებაში? პირველი, ეს არის ჰარმონიული სულიერი მდგომარეობა, რადგანაც უკვე მას შეუძლია გამოვყოთ დედამიწასთან ერთიან ვიბრაციულ დონეზე. როდესაც თქვენი ჰარმონია ირღვევა და თქვენ ვარდებით დაბალ ვიბრაციის ენერგიებში, დგება დისბალანსი თქვენს ნატიფ სხეულებში, რაც მაშინვე აისახება თქვენს ფიზიკურ სხეულზე. მეორე არის თქვენი ზოგადი მდგომარეობა და მსოფლიოში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით რეაქცია. ისინი, ვინც ისწავლეს მათგან გამოყოფა და არ ერთვებიან განხილვებსა და კამათებში, ანუ არანაირად არ კვებავენ ამ მოვლენებს თავიანთი ნეგატიური ემოციებით, ჯიშით, პანიკითა თუ განსჯით, რჩებიან დაცულები და მათი ვიბრაციები არ ვარდება დაბლა, არავით არ ყველაზე ტრაგიკულ სიტუაციაშიც კი. ეს ხდება არა იმიტომ, რომ ეს ადამიანები უგულოები და გულგრები არიან, არამედ იმიტომ, რომ ისინი დარწმუნებულები არიან, რომ სამყაროში ყველაფერი მიდის ისე, როგორც ჩაიფიქრა შემოქმედვა და რომ ეს ყველაფერი სასიკეთოდაა. რომ არაფერი არ უნდა განსაჯო გარეგანი გამოვლინებით, არამედ უნდა დაინახონ მომხდარის ღრმა მიზეზები. მესამე, შეეცადეთ თავი აერთოთ ხალხთა შეკრებებს და ხმაურიან ადგილებს. მხოლოდ სიჩუმეს, სიმშვიდესა და ბუნებაში ყოფნა შეუძლია უზრუნველყოს თქვენთვის ახლა ასეთი აუცილებელი ვიბრაციული ფონი. ბუნება ღვთაებრივია თავისი არსით და მხოლოდ მას შეუძლია დაგეხმაროთ გადალახოთ ის ვიბრაციული ბარიერი, რომელიც ყოფს დუალურ ადამიანს მეხუთე განზომილების მაცხოვრებლისგან. საბოლოოდ კი შეეცადეთ ეკონტაქტოთ სრულიად ახლობელ ადამიანებს. შესაძლებლობის მიხედვით შეეცადეთ მინიმუმამდე დაიყვანოთ იმათთან ურთიერთობა, ვინც თქვენთვის უცხოა, უინტერესო, მოსაწყენი, პრაქტიკული და მატერიალისტურია. ერთი სიტყვით იმათთან, ვინც უიმედოდ არის ან ჩაფლულები მესამე განზომილებაში. არ მისცეთ მათ ნება, რომ უკან ამ ჭაობს ჩაგითრიონ, რადგანაც ასე რთულად გამოხვედით თავად. ჩვენ ვიცით, რომ ეს ყველაფერი არ არის ახალი თქვენთვის, ჩვენ უძვირფასებო, თუმცა ჩვენ გვსურს, რომ შეგახსენოთ კიდევ ერთხელ ის, თუ როგორ მნიშვნელოვანია ახლა სულიერი საფრთხის შენარჩუნება და მაშინ თქვენი ფიზიკური მდგომარეობაც ნებას მოგცემთ, რომ შვიდად და უმტკინეულად იმოძრავოთ ამაღლებისკენ. 7 პლანეტის ხუთეთა საბჭოს საუბრობდა თქვენთან. გზავნილი მიიღო მართა, თარგმნად წაიკითხა გოჩა. ვიდეოს ბოლოს მსურს შემოგთავაზოთ კურსი, რომელიც დაგეხმარებათ გაიაროთ ეზოთერიკის საფუძვლები და უკვე დღესვე დაიწყოთ თქვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა. ასევე გთავაზობთ პირად კონსულტაციას, სადაც განვიხილავთ თქვენს პრობლემას, გეტყვით თქვენს სულიერ მისიას, თქვენ დადებით და უარყოფით მხარეებს და დაგეხმარებით თქვენი გასაჭირის მოგვარებაში. დამატებითი ინფორმაციისათვის დამინერგეთ ტელეფონის ნომერზე ან მომწერეთ სოციალურ გვერდებზე. ლინკები მოცემულია აღწერაში. გისურვებთ წარმატებას.